როგორც წინა ვიდეოში დაგპირდით, დღეს მინდა ვისაუბრო ეთერზეთებზე, რომლებიც გამოიყენება უკვე ცხიმიანი კანის მოსავლელად. როდესაც კანზე ცხიმოვანი ჯირკვლები აქტიურად მუშაობს, დიდი რაოდენობით გამომუშავებულმა ცხიმმა შეიძლება გამოიწვიოს რიგი პრობლემები. ეს არის ფორების დახშობა და გაფართოება, აკნე, გამონაყარი, ასევე სებორეა, ქავილი და გარდა ამისა, ასეთ დროს მაკიაჟის არამდგრადია და უსუფთავო იერს ტოვებს. რატომ უნდა დავამატოთ ეთერზეთები ცხიმიანი კანის მოვლის რუტინაში? როგორც ვახსენეთ, ეთერზეთებს აქვთ მცირე ზომის მოლეკულები, ამიტომ ისინი აღწევენ კანის ღრმა ფენებში, არეგულირებენ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და მოქმედებენ როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკები კანზე არსებული ბაქტერიების საწინააღმდეგოდ. შეგახსენებთ ეთერზეთების გამოყენების წესებს. ეთერზეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ პირდაპირ კანზე, აუცილებელია მისი განზავება საბაზო ზეთებში. დაახლოებით ემატება 1 სუფრის კოს საბაზო ზეთს 1-2 წვეთი ეთერზეთი. აუცილებელია ასევე ალერგიული ტესტის ჩატარებაც, მაჯის ან იდაყვის შიდა მხარეს უნდა მოვიწყოთ ასეთი ნარევი და დავაკვირდეთ 24 საათი, ხომ არ გამოიწვია ამ ნარევმა შეწითლება, ქავილი, ანუ ალერგიული რეაქცია. ასევე, ციტრუსის ეთერზეთების გამოყენებისას არ არის რეკომენდებული მზეზე გასვლა, რადგან შესაძლოა ამან გამოიწვიოს პიგმენტური ლაქების გაჩენა. ეთერზეთების და საბაზო ზეთების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება ცხიმიანი კანის მოსავლელად, დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში. რომ არ გამოგრჩეთ მეტი საინტერესო ინფორმაცია, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი.